ამ დრომდე ვრჩებით სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ყოველი წუთი მნიშვნელოვანია მრევლისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შევიდეს და კათოლიკოს პატრიარქს პატივი მიაგოს მანამ, სანამ დაიკეტება სამების საკათედრო ტაძრის კარი. მოგეხსენებათ, ღამის 2 საათამდე არსებობს შესაძლებლობა, რომ ტაძარში შებრძანდეს მრევლი და პატივი მიაგოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ხვალ 3 საათისთვის უკვე იგეგმება გამოსვენების ცერემონია და პროცესია გაიმართება სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, იქ სადაც კათოლიკოს პატრიარქი უნდა დაიგრძალოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, განცხადებაც გაკეთდა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ 3 საათისთვის უკვე სამების საკათედრო ტაძარში ყველაფერი იქნება დასრულებული, მანამდე კი წესის აგება მოხდება მეუფეშიოს სინოდის წევრებთან ერთად და ასევე ამ პროცესს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს პატრიარქი, რომელიც ხვალ დილით უკვე საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოფრინდება. ჩვენ მთელი საღამოს განმავლობაში არაერთი მაღალი იერარქი ვნახეთ დელეგაციასთან ერთად. ესენი იყვნენ ბულგარეთის წარმომადგენლები, რუმინეთის, საბერძნეთის. ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის კითხვები დააგვესო, ისინი იმყოფებოდნენ შიგნით, პატივი მიაგეს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას, აღავლინეს პანაშვიდის. რამდენიმე წამია დასრულდა რუსულ-ქართული პანაშვიდი, რომელსაც აღავლინდნენ როგორც ქართველი სასულიერო პირები, ასევე მინსკიდან ჩამოსული დელეგაცია. უფრო ზუსტად კი, მაგალითად, დაწვრილებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია, რადგან ოფიციალური განცხადება რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე ამ თემასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა პროპაგანდისტულმა სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80 კაციანი დელეგაცია ჩამოდიოდა საქართველოში. აქ ჰქონდა შესაძლებლობა ჟურნალისტებს გავსაუბრებოდით ერთ-ერთ მღვდელსაც, რომელიც ამბობდა, რომ ამ დელეგაციის შემადგენელი ნაწილია თავადაც და ის მსახურობდა რუსეთში ქართულ ეკლესიაში. კადრი შეგვიძლია ვნახოთ ახლა ტაძრიდან გამოდის მრევლი, თუმცა მანამდე, როგორც უკვე გითხარით, რუსულ-ქართულ ენაზე მოხდა პანაშვიდის გაიმართა პანაშვიდი და სავარაუდოდ შიგნით ამ წუთებში რჩება მინსკის მიტროპოლიტი ბელარუსის ეგზარხოსი ბენიამინი. სწორედ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები ამ დღების განმავლობაში და როგორც ქართველმა მღვდელმა მედიასთან აღნიშნა, 80 კაციანი დელეგაცია იმყოფება საქართველოში სწორედ ეგზარხოსი ბენიამინის მეთაურობით. თუმცა სხვა დეტალები შიგნით რა ვითარება არის ამ წუთებში ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ შესვლის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა შესაძლებელია, რომ იქ სრული შემადგენლობით იყოს უკვე делегация. Святейшего и блаженнейшего католикоса Илии, вместе святых, вместе злачных, вместе покойнее, отрет уже от беже болезнь, печали, воздыхания, всякое согрешение, содеянное им, словом или делом, или помышлением, яко благий человеколюбец Бог прости, яко несть человек и же жив будет, и не согрешит, ты бо един, кроме греха, правда твоя, правда вовеки, и слово твое истина. Яко ты иси воскресенье, живот и покой, усопшего раба твоего, новоприставленного, преснопамятного. ჩვენი უწმინდესი წყალობით მე ორი შვილი დავიმატე კიდე, ანუ გამრავლდით ესე ვთქვათ, ორი მყავდა და ეხლა მყავს 4. მისი ნაცვლები არიან? დიახ, მესამე და 4 შვილი. და სულიერი აღზევება. აი ეს არის ჩვენი პატრიარქის ცხოვრების აზრი და გაერთიანება ხალხის. იმედია, რომ ეს ყველაფერი ესე აჩაევს და საბოლოო ჯამში ჩვენ გავერთიანდება. მე თვითონ ვარ 4 შვილის დედა და ჩემი 2 შვილის ნაცვლია პატრიარქი და ჩვენთვის მისაღებია და ძალიან დიდი სიკეთეა ის, რომ მოგვიწია მის ეპოქაში ცხოვრება, რომ დაიბადა ამდენი ახალშობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე იმდენად მოხუცი იყო, რომ ზოგს ეგონა, რომ რახან მოხუცი იყო, ყველაფერს ხედავდა და ასე არ იყო, რა თქმა უნდა და რო არ უსმენდა, იმდენად უყვარდით ჩვენთვის დადნა როგორც სანთელი და წავიდა იმისთვის, რომ დღეს ეს რასაც ხედავთ ჩვენ ყოველდღიურობაში, ეს სიკეთე, ეს სიყვარული და ეს ერთობა გვენახა, რომ მიგიხონცა, რომ ის მოხუცი იყო ფიზიკურად,
მორალურად და ადამიანურად და როგორც დიდი წმინდა მამა ის ლუქსემბურგზე იყო, არის და იქნება და ამის გადაღებასაც შეუძლია და ეს წვენა ვისაც აქვს ჩვენს გულებში სულ იქნება და სულ დაგვეხმარება. არ მივაწევ ჩვენ წორს თავარი. პატრიარქის ჩახოსნები და მისი ანდერძი უნდა შევასრულოთ რა. დათმე პირადი და ემსახურე სამშობლოს და დედა ეკლესიას და ჩვენ უწყვეტად გავააგრძელებთ აი ამ ტრადიციას და აი ამ კურთხევას სიცოცხლის ბოლომდე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 59 წლის განმავლობაში მართავდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ის 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს საეკლესიო კათედრალი დაქვრივებულია. კათოლიკოს პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ.